გამარჯობათ. დღეს ჩვენ ვიწყებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. ჩვენ წინა გადაცემაში მოგახსენეთ, რომ საუბრობდით პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის შესახებ. კვლევა საკმაოდ ფართოა, მოიცავს ინტერდისციპლინარულია, მათემატიკური, კომპიუტერული მოდელირება, ლინგვისტიკა, ისტორია და ასე შემდეგ. ეს თემა, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ, პელაზგური ჯგუფი არის. პელაზგურ ჯგუფში შედიან პროფესორი თემურ ჩილაჩავა, მე პროფესორი გია ფოჩხუა. ამ სამ ადამიანმა დავამუშავეთ ეს თემა, როგორც მათემატიკურად, ისე კომპიუტერული მოდელირებით. და ეს თემა დამუშავდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე თავად არ გახლავართ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, მაგრამ სადოქტორო დისერტაცია ამ თემაზე დავიცავით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე მუშაობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და სტრუქტურული ლინგვისტიკის ინსტიტუტში, კერძოდ მათემატიკური ლინგვისტიკის მიმართულებით. დღევანდელი თემა, რომელზეც საუბრობდით, საინტერესო შეკითხვა არის ასეთი, ჩვენი კვლევის საგანში იყო სწორედ ეს მნიშვნელოვანი მიზეზი და მიზანი რა არის. ყოველ შემთხვევაში, როგორ იცვლებოდა ძველად უძველესი პერიოდში ქართველების წინაპართა ეგრეთ წოდებული პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობა, რამდენად იზრდებოდნენ ისინი ბუნებრივად და რამდენად ითვისებდნენ მეზობელ ტომებს და რამდენად კარგავდნენ რიცხობრიობას, რაოდენობას მეზობელ ტომებთან ომებში. ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემა ისტორიული წყაროებით თითქმის შეუძლებელია. მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ ძირითადი პროცესები, ეს არის შობადობა, სიკვდილიანობა, ასიმილაცია, დისიმილაცია, საომარი დანაკარგები, გარკვეულწილად რეგულარულად მიმდინარეობდა, მაშინ შეგვიძლია ამ ცვლილებების, ამ პროცესის მათემატიკური აღწერა. ანუ რასაც ისტორია, ენათმეცნიერება, ლინგვისტიკას საუბრობდით, ყოველ შემთხვევაში არქეოლოგია სუსტ პასუხებს როცა ვერ გვეუბნება, საერთოდ სწორედ ინტერდისციპლინარული კვლევა გვაძლევს საშუალებას, რომ ისტორიული მასალების, ლინგვისტური მასალების, არქეოლოგიური მასალების შეჯერება და ახლა, რადგანაც ჩვენ დავამუშავეთ პელაზგურმა ჯგუფმა მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირებით პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის პროცესი, ეს აღიწერება მათემატიკურად. ჩვენ საუბრობდით და განვიხილეთ ამ პროცესის აღწერად, როგორც რიკატის განტოლება. აქვე შეგახსენებთ, რომ რიკატი გახდათ იტალიელი ცნობილი მათემატიკოსი, მან ეს განტოლება ადრეულ პერიოდში დაწერა 300-200 წლის, 250 წლის წინ, მაგრამ ზოგადი სახით მათემატიკურად რიკატის განტოლება არ არის ამოხსნილი. როგორც ფერმას თეორემა მათემატიკაში დიდი ხნის განმავლობაში იყო დასმული და ვერ გადაწყდა 1995 წლამდე და ეს უკვე თქვენ მოგეხსენებათ ინგლისელმა მათემატიკოსმა მრავალი კვლევების შედეგად საერთოდ ამ თემის გარშემო ფერმას თეორემის გარშემო 800-მდე სხვადასხვა სამეცნიერო შედეგი იქნა მიღებული და ესე იგი არითმეტიკული გეომეტრიის ან მეორენაირად ალგებრული გეომეტრიის განვითარება გამოიწვია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დიოფანტედან მოდის ეს. დიოფანტე გახდათ ალექსანდრიელი მათემატიკოსი მეორე საუკუნეში, მან დასვა ეს საკითხი, რომ 2 კვადრატი
თუ შევაერთებთ, შეიძლება თუ არა ერთი დიდი კვადრატი მივიღოთ. ეს არის დაუშვა თუ ერთი კვადრატის გვერდი 3-ია, მეორე კვადრატის გვერდი 4-ია, მაშინ ამ ორი კვადრატის შეერთებით მიიღება თუ არა უფრო დიდი კვადრატი და ამაზე პასუხი არსებობს, რომ 5 არის კვადრატი, რომელიც გვერდი იქნება, რომლის გვერდი იქნება 5. ანუ 3-ის კვადრატს პლუს 4-ის კვადრატი, 9-ს პლუს 16 ეს არის 5-ის კვადრატი, ანუ 25. ყოველ შემთხვევაში ეს ამოცანა, რომელიც კუბზეა საუბარი, მოიძებნება თუ არა ისეთი 3 რიცხვი, რომელთასთვის a კუბს პლუს b კუბი არის თუ არა c კუბი. ეს გადაწყდა, რომ არ არის ასეთი ორი კუბის შეერთებით თელ რიცხვებში, თელ რიცხვთა სიმრავლეში, ანუ 1 2 3 4 ასეთი რიცხვებისთვის ორი კუბის შეერთება არ გვაძლევს როგორც კვადრატს. ასევე სხვა საკითხებიც იყო დასმული. ყოველ შემთხვევაში დიოფანტეს წიგნი 1621 წელს გამოცემული ევროპაში წაიკითხა ფერმა გახდათ იურისტი განათლებით და მათემატიკა მისთვის ჰობი იყო და მან დიოფანტეს არითმეტიკას გაეცნო 1621 წლის გამოცემას და ალბათ ფიქრობენ მეცნიერები, რომ 1630-დან 1627 წლებში წაიკითხა ფერმამ ეს წიგნი 1621 წლის გამოცემა და მინაწერი გააკეთა იმ ადგილას, სადაც ამბობს, რომ a კუბს პლუს b კუბი არ უდრის c კუბს. ყოველ შემთხვევაში თქვა, რომ ამ წიგნის მინაწერში არ მაქვს საშუალება სიმცირე გვერდის გამო, აქ ვერ დავწერებ, მაგრამ ეს საკითხი მე გადავწყვიტეო. ასე ამბობს ყოველ შემთხვევაში ეს ჩანაწერი. თუმცა ორიგინალი თავად მინაწერი ფერმასი ჩვენ არ შემოგვენახა 1670 წელს გამოსა ფერმას ვაჟიშვილმა მამის ხელნაწერიდან, ანუ იმ წიგნიდან, რომელიც 1621 წლის მინაწერ წიგნზე იყო პიერ ფერმას მინაწერის სამუელ ფერმამ, ანუ ვაჟიშვილმა გამოცა ასე მინაწერის სახით და ჩვენ გვაქვს უკვე ეს წიგნი მე თავად მაქვს ნახი, გადავიღეთ და ეს არქივი ჩვენი პირად არქივში ინახება. 1670 წელს ფერმამ ეს განტოლება ყოველ შემთხვევაში გადაწყო, მაგრამ იქ არის კიდევ მინაწერი დიოფანტეს, საერთოდ დიოფანტეს არითმეტიკა ფერმას რეკომენდაციით, ანუ ბევრ ადგილას არის მისი კომენტარები გაკეთებული და ეს კომენტარებიც არის თან დართული. ვაჟიშვილმა დავურთო და 1670 წელს ასეთი სახით გამოცემული. ერთ-ერთ ნაწილში ამ წიგნში მან აჩვენა, რომ a ხარისხად 4 პლუს b ხარისხად 4 არ უდრის c ხარისხად 4-ს ეს აჩვენა და ეს ნათლად დაამტკიცა მან. აი ესეთი გამოყენებები აქვს მათემატიკას პრაქტიკულად ყოფი ცხოვრებაში, ანუ მათემატიკა ძირითადად ჩდება გამოყენებითი ხაზით, ანუ ჯერ გამოყენებითია მათემატიკა ისტორიულად, შემდეგში იწყება თეორიული, ისტორიულად განვითარება წმინდა მათემატიკის ჩამოყალიბება გამოყენებითი მათემატიკის ხაზიდან. აი სწორედ დაუბრუნდეთ რიკატება ასეთი ესე იგი განტოლება, მსგავსი ასეთი არა, მაგრამ დიფერენციალური განტოლება დაწერა, როგორც ისეთი ძლიერი ძიმე გადასაწყვეტი გახდა მათემატიკური სკოლისთვის, მთელი სოფლიოსთვის, აი ასეთია გადაუწყვეტელი დღესდღეობით რიკატის ზოგადი განტოლების ამოხსნა, რომელიც არ არის ამოხსნილი. ამიტომ ჩვენი კვლევა, რომელიც ეხება პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციას კონკრეტული შემთხვევებისთვის, ანუ რიკატის განტოლების კონკრეტული ზოგადი შემთხვევიდან კონკრეტული კოეფიციენტებისთვის არის შესწავლილი, მაგრამ ასევე ვთქვით, რომ თუ ერთ-ერთი ამონახსნია არის
მოცემული რიკატის კანტონებისა, მაშინ მისი ზოგადი ამონახსნით შეგვიძლია დავწეროთ ოღონდ კონკრეტული შემთხვევებზე საუბარი. ამ განტოლების მიხედვით, რიკატის განტოლების მიხედვით, რიკატის განტოლება ასე წარმოვიდგინოთ, ესე იგი დიფერენციალურია ერთ მხარეს, ანუ dy dx და მეორე მხარეს, ანუ უდრის სამი წევრია, ერთი არის αλφα x y კვადრატი დავუშვათ, ასე ავიღოთ αλφα x y, მერე არის ბეტა x y კვადრატი და გამა x. აი ახლა ამ კოეფიციენტებს როგორიც ექნება ნიშნები, აი მით ჩვენ ვისაუბრეთ, რომ გამას ცოტა სხვანაირი ნიშანი როცა აქვს თუ დადებითია ან უარყოფითი, ამას აქვს მნიშვნელობა ასიმილაციისა და დისიმილაციის განსაზღვრის დროს. y კვადრატი სწორედ ეს არის შეზღუდული რესურსების გამო, ხოლო ალფა y კვადრატ წინ ბეტა აქვს, ეს არის შეზღუდობის კოეფიციენტი, ხოლო ალფა არის დემოგრაფიული კოეფიციენტი. აი ესეთი მოკლედ დაახლოებით რომ თლიანად მათემატიკურად არ დავტვირთოთ, აი ესეთი ტიპის განტოლება სწავლობს საერთოდ მოსახლეობის, საერთოდ პოპულაციის ტრანსფორმაციის პროცესებს რაოდენობრივად, როგორ არის, როგორ ვითარდება, რა რიცხვს ხვებულობთ სხვადასხვა პერიოდში. ჩვენ შემთხვევაში აქ დროსთან დაკავშირებით არის აღებული, ანუ x-ის ნაცვლად დროა t აღნიშნული, ანუ დროში მიმდინარეობს ეს პროცესი. ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, პროტოქართველური მოსახლეობის შესწავლა, ტრანსფორმაციის შესწავლა, ანუ მისი განვითარების პროცესის შესწავლა ხდება რიკატის განტოლებით. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ამავდროულად ძლიერ მოდელია ეს, რომელიც ახსენს ისეთ სიტუაციებს, როცა რაოდენობა ერთდროულად იზრდება თავისთავად და შეზღუდულია რესურსებით ან გარემოს სივრცით და მრავალი ეკონომიკური პროცესებთან არის ეს დაკავშირებული. გარკვეულწილად იცვლება გარიზემოქმედებების, ეს არის წარმოვიდგინოთ სხვა ტომების ზემოქმედებას ახდენს შთანთქმა ან პირიქით დანაკარგი არის, აი ეს პროცესი აღიწერება ამ განტოლებით. ჩვენ წარმოვადგინეთ სამი კონკრეტული შემთხვევა, როცა ეს განტოლება ზუსტად იხსნება. ეს ყოველ შემთხვევაში მაგალითები გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა პირობებში მშვიდობიანი ზრდა, ძლიერი ასიმილაცია, მზარდი პროცესები, რომების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. მოსახლეობის რაოდენობამ სწრაფად შეიძლება გაიზარდოს ან დაიკლოს. სწორედ და ამისი დაბალანსირება ხდება, სწორედ ამ პროცესის აღწერა ხდება ამ განტოლების საშუალებით, ესე იგი დიფერენციალური განტოლება, რომელიც არის რიკატის მიერ ჩაწერილი. ასევე აქ პროცესში განალიზებულია მოსახლეობის შეიძლება სრული გაქრობაც მოყვეს. მოდით ერთად გამალალიზოთ ეს ყველაფერი, რას ამბობს ამ ხრივ მათემატიკა, გამოყენებითი მათემატიკა, რას გვაძლევს შედეგს ჩვენი შორეული წინაპრების რაოდენობრივი განსაზღვრის შესახებ შემდეგ პროცესის დროს რამდენი იყო. ჩვენ ეს პროცესები დავყავით 4 პერიოდად. პირველი პერიოდი, რომელიც ძველწითაღრიც 5000-დან ძველწითაღრიც 2500-ია, შემდეგი პერიოდი ძველწითაღრიც 2500 და ძველწითაღრიც 1000 წელი, მესამე პერიოდი ძველწითაღრიც 1000 წელი ქრისტესშობამდე და ძველწითაღრიცხვის პირველ საუკუნემდე და მეოთხე პერიოდი ძველწითაღრიცხვის პირველ საუკუნიდან დღევანდელ პერიოდამდე, დღევანდელ დრომდე, აი ეს 4 პერიოდში ჩვენ გვაქვს საშუალება შევისწავლოთ პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაცია. მესამე პერიოდში, ესე იგი ძველწითაღრიცხვის 1000 წელი ქრისტესშობამდე და პირველ საუკუნის პერიოდში სწორედ იქ ორი პროცესია, იქ დაიყოფა ყოველ შემთხვევაში ქართული და კოლხურად და სვანური უკვე გამოყოფილია. ქართულისა და კოლხურის ურთიერთმიმართება აღწერილია ჯერ პირველ რიგში ჩანს რომ პირველ ძველწითაღრიცხვის 1000-დან მეოთხე მესამე საუკუნემდე ჯერ კოლხური დომინანტობს, შემდეგში იწყება უკვე აღმოსავლეთში
ქართულის დომინანტობა და ეს პროცესი მათემატიკურად აღწერილია, რასთან არის ეს დაკავშირებული? ყოველ შემთხვევაში მათემატიკა იმ სავარაუდო მოდელს გვაძლევს, რაც როგორც ვთქვით, შეუძლებელია ლინგვისტიკამ გვიპასუხობს, ისტორიამ და ასე შემდეგ. თუმცა ისტორიისა და ლინგვისტიკის და არქეოლოგიური მასალების შეჯერებით ხდება საერთოდ ამ მოდელების შექმნა და ეს მოდელი სწორედ ამ ხრივ არის. ესე იგი, ეს გვაძლევს საშუალებას ინტერდისციპლინარულად მივიღოთ ის პასუხი, რაც რეალობასთან არის კავშირი პროტოქართველური მოსახლეობის განსახლებაზე, მის რაოდენობრივ ცვლილებებზე და ასე შემდეგ. თუ პირველად ისმენთ ზოგიერთი მაყურებელი ამას, ყოველ შემთხვევაში ძალიან მარტივად შეგიძლია წარმოიდგინოთ, რომ მათემატიკური მოდელირება ძალიან დიდი მიმართულებაა. ყოველ შემთხვევაში რომ წარმოვიდგინოთ ლაიბნიცი, ეილერი, ნიუტონი, ყველა ესენი გამოყენებითი მათემატიკიდან იწყებენ, მაგალითად ნიუტონი იწყებს ფიზიკაში სწორედ გამოყენებითი მათემატიკის საკითხების შესწავლას და ის განზოგადდება მერე თეორიული ხდება, წმინდა ნაწილი სახით იქცევა, წმინდა თეორიული მათემატიკის სახით იქცევა ზოგადი, ყოველ შემთხვევაში ყოველი კონკრეტული ამოცანის განზოგადება ხდება. აი ეს პროცესი ძალიან ძლიერად დაიწყო ევროპაში, თუმცა ჩვენ ადრეულ გადაცემებში გიამბობდით, რომ საერთოდ გამოყენებითი მათემატიკის ჩანასახი დაიწყო დიდი ხნის წინ და ვიცი ჩვენ პითაგორას თეორემის არსებობა ბაბილონში, ეგვიპტეში 4000 წლის წინ და ადრეულ პერიოდშიც გვაქვს მასალები გამოყენებითი მათემატიკის შესახებ. მაგრამ ევროპაში პირველად 1208 წელს ფიბონაჩმა დაიწყო გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით მუშაობა. თქვენ მოგეხსენებათ, მან წარმოადგინა პირველი მოდელი ბოცვერების, წყვილი ბოცვერების გამრავლების შესახებ, ანუ დაახლოებით ერთ წელიწადში რამდენი რაოდენობა იქნება, თუ მათი სიკვდილიანობა არ არის არც ერთ პერიოდში. აი ეს მათემატიკურად იწერება როგორც სხვაობიანი განტოლება და ეს შემდეგში, როგორც გითხარით, ძალიან მოგვიანებით მე-17-მე-18 საუკუნეში, უпростоრად მე-19 საუკუნემდე ან მე-18 საუკუნეში უпростоრად ბერნულ პირველმა გადაწყვიტა ეს ამოცანა, ეს ყველა ბუნებრივი პროცესი, ანუ სოციოლოგიური, საყოფაცხოვრებო და ასე ბევრი ფიზიკის, ასტრონომიის საკითხები, რომელიც მოდელის სახით შეიქმნება, ასევე ეკონომიკური პროცესების აღწერა, ეს ძალიან ბევრია, საერთოდ ნობელის პრემია ეკონომიკაში ამ დაგვარ საკითხებზე არის გაცემული მათემატიკურ მოდელირებაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მათემატიკა, გამოყენებით მათემატიკას ძლიერი გამოყენება ყოველ შემთხვევაში იმ ხრივ არის, მაგრამ თუ მათემატიკაში არ არის შედეგები მიღებული, აი თქვით ზოგადად რიკარდის ზოგადი განტოლება არ არის ამოხსნადი, ანუ არ არის ამოხსნილი, ანუ გადაწყვეტილი არ არის, ამიტომ ბევრ საკითხს აჩერებს პრობლემას ქმნის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონკრეტული კოეფიციენტების შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ ამოხსნები და ის გვაძლევს პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობრივ აღწერას. სწორედ მათემატიკა ამას გვეუბნება, ანუ მათემატიკა ეს არის ის მეცნიერება, რომელიც ზუსტად რეალობასთან მიახლოებულ პასუხს გვაძლევს. ანუ ჩვენი შორეული წინაპრების რაოდენობრივ შეფასება შეგვიძლია ამ მოდელის სახით წარმოვიდგინოთ. რაც მხოლოდ რამდენიმე ძალიან მარტივ ვარაუდს გავაკეთებთ ამ შემთხვევაში. მაშასე ჩვენ უკვე ვთქვით, რომ რიკარდის განტოლება გვეხმარება გავიგოთ, როგორ იცვლებოდა ძველად პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობა დღემდე, როცა ერთდროულად მოქმედებდა მასზე 3 რამ. ესე იგი, ის თავისთავად ზრდა და კლებადობა, ეს არის პროცესის შობადობა, ყოველ შემთხვევაში სიკვდილიანობა, რომელია მეტი შობადობა თუ სიკვდილიანობა. დღეს საქართველოში დემოგრაფიული პროცესი ძალიან ძიმეა, შობადობას აჭარბებს სიკვდილიანობა და ეს ძალიან საგანგაშოა.
მეორე შთანთქმა, ანუ დისიმილაცია, ასიმილაცია, ანუ ასიმილაცია სხვა ტომების მოახდენს ჩვენი ტომების ასიმილაციას, ან პირიქით ჩვენ მოვახდენს სხვა ტომების შთანთქმა, ან ყოველ შემთხვევაში შემოერთებას, ან შეიძლება დანაკარგი მოხდეს ამხრივაც. ნუ ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი ტერიტორიები თურქეთის ტერიტორიაზე, უძველეს პერიოდში ქართველური მოსახლეობის განსახლება იყო, სივრცე ქართველური იყო, მაგრამ ახლა ეს მოსახლეობა მთლიანად ტერიტორიით თურქეთს ეკუთვნის. მაგალითად აფხაზეთი დემოგრაფიულად ძალიან მძიმე პროცესს გვეუბნება, რომ აფხაზეთის არ დაბრუნება საქართველოსთვის ეს ძალიან ცუდი იქნება და შესაბამისი პოლიტიკური პროცესი უნდა დაიწყოს იმ მხრივ, რომ დადებითად გადაწყდეს. აი სწორედ ამ საკითხებზე მათემატიკა რა თქმა უნდა ზოგადად პასუხობს, გვეუბნება იმას თუ ასე გაგრძელდა პროცესი ქართველი ერის დემოგრაფიული განვითარება ძალიან შესუსტდება, ანუ რიცხობრივად როგორც ვიცით, მცირდება, სტატისტიკა ამას გვეუბნება. ყოველ შემთხვევაში აქ მესამე არის საპირისპირო პროცესიც, ომები, მაგალითად დაავადებების გავრცელება და სხვა რიგი მრავალი მიზეზი, რითაც ხალხის დანაკარგი შეიძლება კონდეს ერთს ამ შემთხვევაში პროტოქართველურ მოსახლეობას, ქართველურ მოსახლეობას, საქართველოს მოგვიანო პერიოდებში. ახლა წარმოვიდგინოთ სამი განსხვავებული სამყარო, სადაც ეს სამი ძალა სხვადასხვანაირად მოქმედებს პროტოქართველურ მოსახლეობაზე. ამ სამ საყაროზე საუბრობს ჩვენი ეს მოდელი, სადაც პირველ სამყარო ასე წარმოვიდგინოთ, პირველი ყველაზე მშვიდი და პროგნოზირებადი, აქ ყველაფერი თითქმის მუდმივია, ანუ მუდმივი რიცხვები თუ ავიღებთ კოეფიციენტებს, ასეთი რამე გვექნება შობადობა, სიკვდილიანობის ბალანსი წლიდან წლამდე თითქმის არ იცვლება. რამდენად ითვისებენ სხვა ტომები, ან რამდენად კარგავენ ომებში მოსახლეობას, ესეც დაახლოებით ერთნაირია ყოველ წელს. ამ სიტუაციაში ხდება ზუსტად ის, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ თანამედროვე ეკოლოგიაში ცხოველების ამ მცენარეების პოპულაციის მაგალითზე. ჯერ მაგალითად ტყეში, დაუშვათ წარმოვიდგინოთ ტყეში მგლისა და ირემის ბალანსი, ამ შემთხვევაში ზოგჯერ შეიძლება გლის რაოდენობა გაიზარდოს, ან პირიქით ირმის რაოდენობა, ეს ერთმანეთზე დამოკიდებულია ორი შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ საუბრობთ ისეთ მოდელზე, სადაც ორი პოპულაცია მგელი და ირემი, აქ ძალიან მარტივი მაგალითი ავიღეთ, ეს ვოლტერას განტოლებათა სისტემა და ეს ცნობილია ზოგადად, ძალიან კარგად ცნობილია სამეცნიერო კურსებში, ყოველ შემთხვევაში სალექციო კურსებშიც გვაქვს ეს. ჯერ ნელ-ნელა იზრდება, აი ეს მოდელი ამას გვაძლევს, შემდეგ ახლა ყოველ შემთხვევაში რიკარდის განტოლება ავიღოთ, ამ შემთხვევაში პროტოქართველურ მოსახლეობის დროს, მარტო ერთი მოსახლეობა რომა ეს ესი ფორმის მრუდი მიიღება, ჯერ ზდა ნელი, ესე სწრაფად იზრდება, ესე ძალიან ნელ-ნელა, მაგრამ მე სწრაფად იწყებს ზდას, მე იწყებს ისევ შენელებას, რადგან უკვე ადვილად ივსება შემდეგ პროცესში, როცა ჯერ სწრაფად რომ იწყებს, მე მთლიანად პერიოდი ესე სივრცის დაკავების შემდეგ მე რესურსები მიწა, საჭმელი, უსაფრთხოება ეს იწურება რესურსები, ბოლოს მოსახლეობა თითქმის ჩერდება გარკვეულ რიცხვზე, ეს არის ის მაქსიმუმი, რომელსაც შეუძლია გაძლოს იმ პირობებში დიდხანს. ეს არის კლასიკური ესისებური მრუდი, რომელიც ჩვენ ეკონომიკაში ვიცით როგორც ლოგისტიკური ზრდა. მეორე სამყარო უფრო დრამატულია, აქ უკვე ხდება რაღაც უფრო საინტერესო გარეზე მოქმედება, ომები ან პირიქით ძალიან ძლიერი ასიმილაცია, ან უბრალოდ მუდმივია, არამედ დროთა განმავლობაში, არა უბრალოდ მუდმივია, არამედ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ძლიერდება. მაგალითად თავიდან ომები იშვიათია, მაგრამ რაც უფრო იზრდება ძალა, მით უფრო ხშირად და მძიმედ იწყებენ სხვადასხვა ხალხები თავდასხმას, ან პირიქით თავიდან ცოტას ითავსებენ სივრცეს, მაგრამ მერე უკვე მთლიან ტერიტორიას შთანთქავენ.
ამ შემთხვევაში მოსახლეობის რიცხვი შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწიოს ზევით, თუ ასიმილაცია ძლიერდება, ან პირიქით თანდათან უფრო სწრაფად დაიწიოს ქვევით, თუ ომები დანაკარგებით ძლიერდება. აქ ფორმულა უფრო რთულია, მაგრამ მაინც ზუსტად ითვლება, ეს სცენარი უფრო გავს რეალურ ისტორიას, რადგან იშვიათად არის ყველაფერი სტაბილურად მუდმივი. მესამე სამყარო თითქმის ფანტასტიკური, მაგრამ მაინც შესაძლებელი. აქ მეცნიერები ამბობენ, მოდით სადო ძალიან უცნაური, მაგრამ მაინც რეალისტური ვარიანტი. მაგალითად, ერთ-ერთი ძალა, ვთქვათ, შობადობა ან ასიმილაციის სიჩქარის მიხედვით იწყებს ძალიან სწრაფად ზრდას, თითქოს ვთქვათ ასე აფეთქებით იყოს, მეორე ძალა ნელ-ნელა იზრდება, მესამე კი ჯერ ცოტა ზრდის, მერე კი მკვეთრად იწყებს დიდ დანაკარგს. ამ სიტუაციაში გამოდის ზუსტი ფორმულა, ყოველ შემთხვევაში ეს მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ძალიან უცნაურად მიმდინარეობს, მაინც შეიძლება დავწეროთ, რომ ხალხი იქნებოდა ზუსტად რომელ წელს რატომ არის ეს საინტერესო, რა რაოდენობით უნდა ყოფილიყო, რადგან გვიჩვენებს თუნდაც ძალიან განსხვავებულ სიტუაციებში მშვიდის და აფეთქებადის ასიმილაცია, მზარდი კატასტროფები, მაინც შეიძლება ერთ-ერთი მარტივი მოდელი თავხსნათ რა ხდებოდა. მოკლედ ეს არის რიკატის განტოლების ზოგადი დახასიათება, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ სხვადასხვა მომენტისთვის და საუბრობთ ამაზე. განვიხილავთ ამ მხრივ რიკატის განტოლებას, დიფერენციალურ განტოლებას და მისთვის დასმულია კოშის ამოცანა, რომელიც გამოიყენება პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობრივი დინამიკის აღწერისათვის. აღნიშნული მოდელი ერთდროულად ითვალისწინებს რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორს: ბუნებრივ დემოგრაფიულ პროცესებს, შობადობა და სიკვდილიანობა, ასიმილაციის, ანუ მეზობელი და ეთნიკური ჯგუფების პროტოინდოევროპული, ხურიტული, აგრეთვე უფრო შორეული პროტოქამიტურ, სემიტური და ნაწილობრივ პროტოდრავიდული მოსახლეობის ინტეგრაციას და მესამე ეს არის საომარი დანაკარგები, რომლებიც ამცირებენ მოსახლეობის საერთო რაოდენობას. ამგვარად მოდელი ასახავს რთულ ისტორიულ დემოგრაფიულ პროცესს, სადაც მოსახლეობის ზრდა შემცირება დამოკიდებულია როგორც შინაგან, ისე გარე ფაქტორებზე. ჩვენ მოდ განვიხილავთ სწორედ ამ საკითხებზე სამ ტიპურ შემთხვევას. აი ახლა ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რიკატის განტოლებას ყველა კოეფიციენტი მუდმივი აქვს, ანუ შობადობა, სიკვდილიანობის ბალანსი არ იცვლება წლიდან წლამდე. აი ეს საკითხები, რომელზეც ჩვენ ახლა ვეხებით, ეს მოდელი შექმნილია სწორედ გამყრელძის და მაჭავარიანის მოდელის მიხედვით, თუმცა აქვე ვიტყვით, რომ ეს მოდელი 4-ვე პერიოდისა, 4 მოდელი, რომელიც შესწავლილია ამ პელაზგური ჯგუფის მიერ და ეს დისერტაციის სახით უკვე დაცულია ჩვენ მიერ, აი ეს არის პირველად მოდის დეტერსიდან, დეტერსი გერმანელი ქართველოლოგი გახლდათ და მას აქვს ეს სქემა გაკეთებული, შემდეგში ის უკვე გაფართოვდა აკადემიკოს არლონ ჩიკობავას მიერ, შემდეგში აკადემიკოს თამაზ გამყრელძისა და პროფესორ გივი მაჭავარიანის მიერ. აი ეს სქემა ერთი პერიოდში არ არის შექმნილი, ეს დროთა განმავლობაში ვითარდება. მეცნიერება განვითარების პროცესია და ის რამოდენიმე სხვადასხვა შეხედულებებს ანალიზს აკეთებს და შემდეგ იქმნება სქემატური ასახვა, ამიტომ ეს სქემა ყველაზე მეტად საინტერესო და მეტად მისაღებად ჩანს. ყოველ შემთხვევაში პროტოქართველური მოსახლეობა პალეოლითისა და ნეოლითის პერიოდში კავკასიაში დაიწყო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, როდესაც ადამიანებმა შექმნეს მუდმივი დასახლებები და განავითარეს სოფლის მეურნეობა. სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილი მრავალი არქეოლოგიური არტეფაქტისა და ლინგვისტური მასალის შედარება ნათლად აჩვენებს სამხრეთ კავკასიის, მცირე აზიისა და ეგეოსის ზღვისპირეთის სამყაროთს შორის მჭიდრო კულტურულ, რელიგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ კავშირებს. ეს ურთიერთობები კი ასახავს პროტოქართველური მოსახლეობისა და საერთო ქართველური ფუძე ენის ტრანსფორმაციას და ევოლუციურ განვითარებას აღნიშნულ ტერიტორიულ სივრცეში.
პროტოკართველური მოსახლეობის დინამიკა და ტრანსფორმაცია წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და კომპლექსურ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია კავკასიური ეთნოგრაფიული და ენობრივი ჯგუფების წარმოშობასა და ფორმირებასთან, ასევე სხვადასხვა ისტორიულ, კულტურულ და გეოგრაფიულ ფაქტორებთან, რომლებიც ზეგავლენას ახდენდა მისი ეთნიკური ჯგუფების განაწილებასა და კულტურულ სტრუქტურების შექმნაზე. ბოლო წლების ლინგვისტურმა და ისტორიულ ფილოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა ის მეტად მნიშვნელოვანი და ჩვენთვის საინტერესო ფაქტი, რომ სწორედ ინდოევროპელები, ქართველები, ქართველური ტომები და სემიტები იყვნენ ის ძირითადი ეთნიკური ერთეულები, რომლებიც მეოთხე-მესამე ათასწლეულებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ურთიერთობდნენ ერთმანეთთან წინა აზიის გარკვეულ არეალში და იმდენად ჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, რომ სიტყვები ერთი ენიდან მეორეში გადადიოდა და პირიქო. და დღეს კვლევარები ამენებში საერთო სიტყვებისა და გამოთქმების თელ ლექსიკურ პლასტებს ადასტურებენ. აი ამას გვეუბნება გამყრელძე და მაჭავარიანი თავის ნაშრომში, ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად ცნობილია ჩვენთვის. ჩვენი მოსაზრებებით, საერთო ქართველური ფუძე ენა ჩამოყალიბდა შესაძლოა დაახლოებით 7000 ან 8500 წლის წინ, ანუ დღეიდან რომ გადავთვალოთ 7000 წელი, ანუ ქრისტესშობამდე 5000 წელი, ან 8500 წელი. ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ ჩვენ შევისწავლით 7000 წლოვან პერიოდში, ანუ ძველწელთაღრიცხვის 5000 წლიდან დღევანდლამდე ვსწავლოთ პროტოკართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციას. პროტოკართველთა კულტურული საწყისებისა და ეთნოგენეზისის ადგილი უნდა ყოფილიყო მცირე კავკასიონის დასავლეთი და ცენტრალური ნაწილის მთიანი რეგიონში, სადაც შეიძლებოდა მათ პროტოინდოევროპულ და აგრეთვე პროტოსემიტურ მოსახლეობებთან კონტაქტები ჰქონოდათ. ამერიკელი ლინგვისტის მორის ვოდეშისა და რუსი ენათმეცნიერი სერგეი სტაროსტინის გლოტოქრონოლოგიური ლექსიკური სტატისტიკური მოდელის მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ ძველწელთაღრიცხვის მეოთხე-მესამე ათასწლეულებში ან ძალიან ადრეულ მეორე ათასწლეულში პროტოინდოევროპული, ხურიტული, პროტოქამიტურ-სემიტური, ასევე ნაწილობრივ პროტოდრავიდული მომთაბარე და მეომარი თუ მეზღვაური მასების მხრიდან საამისო ზემოქმედებისა და შესაბამისი ლინგვისტური პროცესების განვითარების შედეგად საერთო ქართველური ფუძეიდან თავდაპირველად წარმოიშვა და ჩამოყალიბდა სამი შემდეგი დამოუკიდებელი ენობრივი შტო. პელაზგური, რომელიც ჩვენ ვსაუბრობთ ამას და ლინგვისტურად ვიცით, ამაზე ცალკე გადაცემები გვაქვს და ჩვენი ამ შეხედულების მიხედვით ეს ნაწილი მოსახლეობისა გადასახლდა სამხრეთ ევროპის ნაწილს და მას შემდეგში გავაგრძელებთ საუბარს. წინარე სვანები, ანუ წინარე სვანური ენა, კოლხური ქართული, რომელსაც მეორენაირად ზანურ ქართული ენობრივი ერთეულები, ხოლო უკანასკნელი კოლხური ქართული ენობრივი ერთობა მოგვიანებით დაიშალა ქართულ კოლხურ, ანუ ზანურ დიალექტებად. ეს არის ცალკე გარჩეული ლინგვისტურად ჩვენ შესწავლით, რა თქმა უნდა, მაგრამ მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები ამაზე გაკეთებულია და ამაზე ვისაუბრებ შემდეგშიც. საკმაოდ გვიან კი კოლხური შტოდან განვითარდა ჭანურ-ლაზური და მეგრული. აი სქემა არის, ყოველ შემთხვევაში ეს არის მეცნიერულად შედგენილი სქემა, მრავალი პროცესების დაკვირვების შედეგად მიღებული სხვადასხვა პერიოდში უცხოელი და ქართველი მეცნიერების მიერ. ამენებზე მეტყველი განსახდნენ შესაბამის ბინადრობის სივრცეებში, პელაზგები ევროპის კონტინენტის სხვადასხვა რეგიონში გავრცელდნენ და მათ შექმნეს პირველი ევროპული ეგეოსური ცივილიზაცია და საერთო ქართველური A-კლასის წერითი სისტემა. შემდგომ პერიოდში ისინი ინდოევროპელებთან სრულად და ნაწილობრივ ასიმილაციაში მოყვნენ, ანუ მთლიანად ინდოევროპულ ტომებში გაერთიანდნენ და დაკარგეს თავიანთი თვითყოფადობა, თავიანთი ენა, კულტურა, თუმცა არქეოლოგია მათ კულტურას ყოველ შემთხვევაში აღმოჩენებით გვიდასტურებს, ხოლო მათი ენის არსებობას გვეუბნება სწორედ თიხის ფირფიტები, რომელიც აღმოჩენილია 1427 ცალი სხვადასხვა თიხისა და სხვადასხვა ნივთზე წარწერები.
ჩვენი წაკითხვის მიხედვით A-კლასის ხაზოვანი წარწერები არის შესრულებული საერთო ქართველურ ენაზე, ჩვენ რამდენჯერმე წარმოვადგინეთ გადაცემებში და ასევე დავბეჭდეთ სამეცნიერო ნაშრომები როგორც საქართველოში, ისევ უცხოეთში, ქართულად და ინგლისურად, რომ პროტოქართველურ ენაზე იკითხება A-კლასის ხაზოვანი წარწერები. ჩვენ ამ წარწერებში გვაქვს ტოპონიმები, ეთნონიმები, რომელიც უშუალოდ ქართველურ მოსახლეობას უკავშირდება, შეკრებისა და გამოკლების ოპერაცია, ცხოველების დასახელებები, ყოველ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხორბალი, ქერი და ასე შემდეგ, ზეითუნის ზეთისხილი და ასე შემდეგ, სანელებლები და მრავალი სხვა დანიშნულების პროდუქტი. ასე რიგად ამ წარწერებში წარმოდგენილი მასალა სწორედ ამას გვეუბნება, რომ პელაზგური მოსახლეობა სახლობდა ეგეოსის ზღვისპირეთში, კრეტა კუნძული, დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორია, პელოპონესი, რომელიც ბერძნულად 2300 წლის წინ დაწერილ წიგნში პელაზგიად მოიხსენიება, იქ სახლობდნენ მაკრიელებიდან გამოდის მაკრონები, ეს ბერძნულად ყველაფერი ჩვენ ადრე მრავალ გადაცემაში ვისაუბრეთ და ეს სწორედ ასე რიგად პროტოქართველური მოსახლეობისა და საერთო ქართველური ფუძე ენის ტრანსფორმაცია განაპირობა სოციალურ, კულტურულ და ეკოლოგიურ ფორმების რთულმა ურთიერთქმედებებმა, დემოგრაფიული დინამიკა, მიგრაცია, კონტაქტები სხვა ეთნოსებთან, შინაგანი ენობრივი ევოლუცია განსაზღვრავდა მოსახლეობის სტრუქტურულ და ენობრივ ცვლილებებს. რის შედეგად რა მოხდა ჩვენ ამ პროცესმა? რის შედეგად რა მივიღეთ? საერთო ქართველური, წინარე ქართველური, პროტოქართველური ფუძე ენიდან ჩამოყალიბდა ისტორიულად დადასტურებული ლინგვისტურად 4 ქართველური ენა: ქართული, ლაზური, მეგრული და სვანური, რომლებიც განსხვავებულ დიალექტურ სივრცეში განვითარდა. ეს უკვე დამოკიდებულია გეოგრაფიულ სივრცეზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ყოველ შემთხვევაში მარტივად რომ ვთქვათ, მთათა სისტემაზე, მთა ბუნებრივად იზოლაციაში აქცევს ადამიანებს და ეს იწვევს სწორედ დიალექტურ იზოლაციას და კომუნიკაცია ნაკლები რომ არის შედარებით, ამიტომ არის ის დიალექტური განვითარება. ყოველ შემთხვევაში პროტოქართველური ენას პირველად გამოიყო ლინგვისტურად წინარე სვანური და კიდევ გამეორებთ რომ მეორე ნაწილი დარჩა კოლხურ ქართული, შემდეგ პროცესში წინარე სვანურიდან განვითარდა სვანური, კოლხურ ქართული კი დაიშალა კოლხურ და ქართულად, შემდეგ პერიოდში სვანური ისევ განვითარდა, ხოლო კოლხური და ქართული ცალ-ცალკე არის უკვე მესამე პერიოდში და მეოთხე პერიოდში უკვე კოლხური იშლება როგორც მეგრულ და ლაზურად, ხოლო ქართული ყალიბდება როგორც სახელმწიფოებრივი, ანუ პოლიტიკური ენა, ამ შემთხვევაში რელიგიური ენა და ეს პროცესი აღწერს იმას, რომ ამ 4-დან ერთ-ერთმა უნდა იტვირთოს ის საერთო პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური ურთიერთობების შენარჩუნება და ეს ჩვენი მოდელები მათემატიკურად გვეუბნება, რომ აი ამ პროცესის დროს არც ერთი ენაზე მოსაუბრე მოსახლე სრულად არ მომხდარა ასიმილაცია და აი რამდენი გავლენა არის თავშოთ ქართულის, მეგრულზე, სვანურზე, ლაზურზე, ან პირიქით პროცესიც არის და ასევე მეგრულისა და სვანურის გავლენები და ასე შემდეგ. 1920 წელს გერმანელმა ენათმეცნიერმა, როგორც მოგახსენეთ, ქართველოლოგმა და კავკასიოლოგმა გერჰარდ დერტერსმა შეადგინა წინარე ქართველური, გერმანულად მან უწოდა ქართველიშ, აი ესეთი სახით ენის განვითარების სქემა, რაც საჭიროა ქართველური ენობრივი ოჯახისა და მისი ისტორიული განვითარების შესასწავლად. მრავალი მეცნიერი, მარი ბროსე, გეორგ როზენი, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო მალი და სხვები იკვლევდნენ ქართველური ენობრივი სტრუქტურების კანონზომიერებას, მათ შორის არლონ ჩიკობავამ, გიორგი კლიმოვმა, თამას გამყრეძემ, გივი მაჭავარიანმა, ჰაინც ფენრიხმა, ზურაბ სარჯელაძემ და სხვა მეცნიერთა ჯგუფმა დეტალურად იკვლიეს ქართველურ ენათა შორის
ფონოლოგიური, მორფოლოგიური და სხვა სტრუქტურული კანონზომიერებათა ურთიერთმიმართებები. აღნიშნულმა კვლევებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველურ ენათა გენეზისისა და ევოლუციის თეორიულ გააზრებაში. გიორგი კლიმოვისა და თამას გამყრელიძის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებული ქართველურ ენათა მიმართ ლექსიკურ სტატისტიკური გამოთვლებისა და ამ ენათა ეტიმოლოგიურ ლექსიკონებში არსებული კანონზომიერი შესატყვისი ერთეულების ანალიზის გათვალისწინებით ჩვენ წარმოვადგინეთ საერთო ქართველური ენობრივი სისტემის ტრანსფორმაციისა და გაშლის სინთეზური მოდელის დიაგრამა, რომელზეც გესაუბრებოდით ამ წუთის წინ, რამდენიმე წუთის წინ, დროის ყოველ მომენტში და ეს სქემა წარმოგიდგინეთ. აღნიშნულ დიაგრამაში ნაჩვენებია ის სქემატური წარმოსახვითი ხაზები, რომლებიც ქართველურმა ენებმა გაიარეს თავიანთი ფონეტიკურ-ფონოლოგიური ფორმირებისა და სოციალურ-კულტურული განვითარების პროცესში. მოყოლებული წინაისტორიული ხანიდან საერთო ქართველური ენობრივი სისტემის ერთიანობის დაშლის პერიოდიდან დღემდე. პროტოქართველური მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა განვითარების გათვალისწინებით, მათი განსახლებისა და საერთო ქართველური ფუზენის ტრანსფორმაციის პროცესების აღსაწერად, სცენარი, მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება შეიძლება პირობითად, როგორც ვთქვით, დავყავით 4 ისტორიულ პერიოდად, რომლებიც შესაბამება კონკრეტულ ენობრივ სოციალურ-კულტურულ საფეხურებს. ეს ეტაპებია. პირველი პერიოდი, ესე იგი, ძველი წელთაღრიცხვის 5000 წელი და ძველი წელთაღრიცხვის 2500 წელი, ანუ დროის ეშუალედი. მეორე პერიოდი, ძველი წელთაღრიცხვის 2500 წელი, ძველი წელთაღრიცხვის 1000 წელი. აი ეს შუალედი არის მეორე პერიოდი. მესამე პერიოდი გაყოფილია 2 ეტაპად. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 1000 წელი, ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნე და ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნე, ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნე. აი ეს შუალედებია განხილული. მეოთხე პერიოდი კი ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან დღემდე. აი ეს მოდელი შესავლილია მათემატიკურად და კომპიუტერული მოდელირების თვალსაზრისით. ამდენად პროტოქართველური მოსახლეობისა და საერთო ქართველური ფუზენის ისტორიული ლინგვისტური ტრანსფორმაციის პროცესები 4 პერიოდად დაიყო. კიდევ განმეორებთ, რომ პირველი პერიოდის დასასრულს პროტოქართველური ენის სტრუქტურა ჩამოყალიბდა და სამადრეულ დიალექტურ შტოდ დაიშალა. გეოგრაფიული და სოციალური ფაქტორების გავლენით პროტოქართველური მოსახლეობის ერთი ნაწილი და პირობითად პელაზგური ტომები წარმოიშვნენ, რომლებიც ევროპაში, სამხრეთ ევროპაში გადასახლდნენ, სადაც ისინი მოგვიანებით შემოსულ ინდოევროპულ ტომებთან ნაწილობრივ ან სრულიად ასიმილირდნენ. ხოლო პროტოქართველურის მეორე ნაწილი წინარესვანური და კოლხურ ქართულ ენებზე მეტყველი მოსახლეობები წარმოიშვნენ. მეორე პერიოდის ბოლოს კოლხურ ქართული მოსახლეობა დაიშალა კოლხურ და ქართულ შტოებად. მესამე პერიოდის დასასრულის შემდეგ, ანუ ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან კოლხური ქართული მოსახლეობა დაიშალა ლაზურ და მეგრულ მოსახლეობად. მეოთხე პერიოდში ქართული, ლაზური, მეგრული, სვანური მოსახლეობები სტაბილურად თანაცხოვრობენ სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიის აღმოსავლეთ რეგიონებში და ეს სქემა ჩვენ რამდენჯერმე აღწერეთ, ყოველ შემთხვევაში ეს უკვე გასაგებია, როგორი მოდელზე გვაქვს საუბარი. ეს პერიოდები ასახავს ქართველური ენების ჩამოყალიბების ბუნებრივ პროცესსა და აჩვენებს მართ ურთიერთდამოკიდებულებას იმდროინდელ ისტორიულ გარემოში, თითეული პერიოდის განალიზება, საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ პროცესების სცენარები, მათემატიკური მოდელები და შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციები, რომლებიც ითვალისწინებს მოსახლეობის მიგრაციასა და შიდა სტრუქტურულ ცვლილებებს. აღნიშნული სცენარებისა და მოდელების შესწავლა ნიშნულოვანია, რადგან ისინი აღწერენ თუ როგორ განვითარდა ქართველური ენები და ამ ენებზე მეტყველი მოსახლეობა, რომელთაც საერთო ისტორიული მემკვიდრეობა თვითშეგნება დღემდე აერთიანებს. ახლა მათემატიკურად, რომელიც ჩვენ შემდეგში გავაგრძელებთ საუბარს, პროტოქართველური მოსახლეობის დინამიკის მათემატიკური მოდელი, ამოცანის დასმა და მისი ამოხსნა,
განვიხილოთ ესე იგი ძვირწეთაღრიცხვის 5000-დან ძვირწეთაღრიცხვის 2500 წლის პერიოდი ეს არის პირველი პერიოდი რომლის განმავლობაში პროტოქართველური მოსახლეობა მეტყველებდა საერთო ქართველურ ფუძენაზე მისი გავრცელების არეალი მოიცავდა გარკვეულ გეოგრაფიულ რეგიონებს მათ შორის სამხრეთ კავკასიის შავიზღვისპირეთის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შუამდინარეთის გარკვეულ ტერიტორიებს აღნიშნულ ადგილებში ისინი ამყარებდნენ მჭიდრო კულტურულ, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, როგორც მეზობელ პროტოინდოევროპულ, ასევე შორეულ პროტოქამიტურ, სემიტურ, ნაწილობრივ პროტოდრავიდულ და სხვა ეთნიკურ ჯგუფებთანაც, რაც ხელს უწყობდა მათი ენობრივი და პოლიტიკური კავშირების გამტკიცებასა და ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. ამ კონტაქტების შედეგად ორი შესაძლო სცენარი ვითარდებოდა. ერთი მხრივ პროტოქართველური მოსახლეობა თავად ახდენდა ახლომდებარე თუ შორეული ეთნოსების ასიმილაციას, ხოლო მეორე მხრივ სხვადასხვა გარე ფაქტორების ზეგავლენი თავად განიცდიდა არაბუნებრივ დემოგრაფიულ შემცირებასა და კულტურულ ტრანსფორმაციას, ანუ დისიმილაციას აღნიშნულ ჯგუფებთან. ეს პროცესები რომლებიც უკავშირდება საომარი ექსპანსიებს, ეკონომიკურ კრიზისებს, ეკოლოგიურ ცვლილებებს, სოციალურ მიგრაციებსა და პოლიტიკურ არასტაბილურობას მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პროტოქართველური მოსახლეობის საერთო დემოგრაფიულ დინამიკასა და კულტურულ თვითყოფადობაზე. პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობის დინამიკის აღსაწერად მისი ცვლილების პროგნოზირებისათვის, როგორც ვთქვით, გამოვიყენეთ კოშის ამოცანა რიკატის ცვლად კოეფიციენტი დიფერენციალური განტოლებისთვის. ეს მოდელი, სადაც წარმოდგენილია, ესე იგი მოსახლეობის პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობა დროში, პროტოქართველური მოსახლეობის თავდაპირველი რაოდენობა, ძვირწეთაღრიცხვის 5000 წელი, რომელიც ნულად ავთვალოთ და ჩვენ მრავალი სხვადასხვა ნაშრომის მიხედვით დაახლოებით ეს 1 მილიონში ადგენდა. პროტოქართველური მოსახლეობის დემოგრაფიული ფაქტორი, ანუ ბუნებრივი შობადობა სიკვდილიანობის რაოდენობის მაჩვენებელი არის კოეფიციენტის სახით ალფა T U არის პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობა, ბეტა T პროტოქართველური მოსახლეობის დის სიჩქარის თვითშეზღუდის კოეფიციენტი, რომელიც ამ მოსახლეობას დიდ სტას ზღუდავს მაგალითად ტერიტორიების, საკვებისა და ეკონომიკური რესურსების მოპოვების დროს შიდა ბრძოლები, ურთიერთზემოქმედებისა და ინფექციის გავრცელების პროცესი. ესე იგი, შემდეგი წევრი არის აქ ჩვენს განტოლებაში, ესე იგი DU DT უდრის ალფა U, ალფა T-ზეა დამოკიდებული ალფა TU მინუს ბეტა T U კვადრატი მინუს epsilon T. აი ეს U კვადრატი სწორედ ზღუდავს მოსახლეობის, ესე იგი დემოგრაფიულად როცა იზრდება, აი ეს გარე ესე იგი შეზღუდვის პროცესი იწყება ტერიტორიების, საკვებისა და ეკონომიკური რესურსების მოპოვების დროს, ამიტომ იქ U კვადრატი კარგად აღწერს ამას. Epsilon T პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების არაბრუნებრივი ფაქტორი, ანუ მოსახლეობის მიერ მეზობელი პროტოინდოევროპული, ხურიტული თუ არამეზობელი პროტოქამიტურ, სემიტურ და ნაწილობრივ პროტოდრავიდული და სხვა ხალხის ასიმილაცია, ეფსილონი როცა უარყოფითია, პირიქით ეფსილონი როცა დადებითია და პროტოქართველური მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღნიშნული ხალხებთან მიმდინარე საომარი მოქმედების დროს. ეს მათემატიკურად, როგორც ვთქვით, მიღებულია შესაბამისი ამონახსნები და განვიხილულია ახლა ამ შემთხვევაში კონკრეტულად განვიხილოთ ისეთი შემთხვევა, რომელიც კერძო შემთხვევა რიკატის განტოლებისა, ბერნულის განტოლება კოშის ამოცანისთვის და აქ ჩვენ ვღებულობთ ამონახს, რომელიც იწერება მათემატიკურად და ამ ამონახსის შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ რაოდენობრივ მაჩვენებელს იმ რიცხვს, რამდენიც უნდა ყოფილიყო პროტოქართველური მოსახლეობა ამ პერიოდებში. და ამ ჩვენ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ, რომ დღესაც აღნიშნეთ, რომ თუ განვიხილავთ სამ შემთხვევას ამ პერიოდში ბერნულის განტოლებისთვის, ვისაუბრებთ რა მონაცემები გვექნება, ყოველ შემთხვევაში ქვეშემთხვევებიც გვაქვს ამ რიგ საკითხებთან დაკავშირებით შესწავლილი და მრავალი სხვადასხვა კოეფიციენტის
აღების შემთხვევაში გვაქვს მიღებული შესაბამისი ამოხსნები, რომელსაც ჩვენ შემდეგ გადაცემებში ვისაუბრებ და ამ გადაცემებში, რომელიც ჩვენ შემდეგ გვექნება, ასევე ვისაუბრებთ რიკატის განტოლებისათვის კოშის ამოცანის ზოგიერთ ზუსტ ამონახსზე და შემდეგ ასევე გვექნება კომპიუტერული სიმულაციის, ანუ კომპიუტერული მოდელის შესახებ მასალის წარმოდგენა და ეს სწორედ გვაძლევს საშუალებას თქვათ, იქაც რამდენიმე შემთხვევა გვაქვს შესწავლილი პროტოქართველური მოსახლეობის კომპიუტერული მოდელირება და ის შემთხვევები აქ მაგალითად ორი შემთხვევა გვექნება. პირველში განვიხილოთ ახლა თავდაპირველად პროტოქართველური მოსახლეობის საწყისი რაოდენობა, შემდეგ მეორე შემთხვევაში კიდევ სხვა მოდელით იქნება განსაზღვრული და აი ამ საკითხებზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროტოქართველური მოსახლეობის დემოგრაფიული შემცირების პერიოდში პროტოინდოევროპულმა, პროტოქამიტურმა, სემიტურმა და პროტოდავიდულმა და სხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა მნიშვნელოვნად შეზღუდეს მათი, ესე იგი პროტოქართველური მოსახლეობის დის შესაძლებლობა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია პროტოქართველთა შთამომავლის დემოგრაფიული დინამიკის შემცირება, ну, ყოველ შემთხვევაში შენელება, ამას მათემატიკური მოდელის მიხედვით კომპიუტერული მოდელირება გვეუბნება. ამრიგად კომპიუტერული, ესე იგი მათემატიკური მოდელი და კომპიუტერული მოდელი, შესაბამის კომპიუტერული მოდელი აღწერს პროტოქართული მოსახლეობის დინამიკას ძველწითაღლის 5000-დან ძველწითაღლის 2500-მდე. მრავალი გრაფიკი არის მიღებული და ეს გრაფიკი გვიჩვენებს, რომ თუ ავიღებთ საწყის მომენტში ძველწითაღლის 5000 წელს საწყის მომენტში პროტოქართული მოსახლეობას დაახლოებით 1 მილიონს, მაშინ რიკატის კონკრეტული განტოლებისთვის კოშის ამოცანის ამონახსნის კომპიუტერული გამოთვლის შედეგად პირველი პერიოდის დასასრულისთვის ძველწითაღლის 2500 წელს პროტოქართული მოსახლეობა დაახლოებით 3-დან 3.6 მილიონამდე მიაღწია. დღეს ამით დავასრულოთ საუბარი ძვირფასო ტელემაყურებლებო, შემდეგ გადაცემებში გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს. გისურვებთ წარმატებებს და ფაზისის აკადემია ხვალ მართავს სამეცნიერო სესიას, რომელიც ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის ხსოვნას და სამეცნიერო სესიაზე მოხსენებას წაიკითხავს ფაზისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯამ გელაძე და ასევე ამ სესიაზე იქნება გაშღერებული უпростоრად გავუშვებთ ფილმს პატრიარქის ვიზიტის შესახებ, რომელიც განხორციელდა ევროპაში 15-20 წლის წინ და ადრეც და ეს ჩანაწერები როგორც დოკუმენტური ფილმის სახით 200-მდე ფილმზე აქვს, 200-ზე ცოტა მეტი გადაღებული ელგუჯამ გელაძეს და გიწევთ ვისაც გაქვთ სურვილი ეს ნაწილი მოისმინოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, კეთილად და ბედნიერად.